15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ვლაქერნობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულს აღნიშნავს. Ამ დღესთან დაკავშირებით ეს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე ტრადიციისამებრ ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. ლოცვით მსვლელობაში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მორწმუნეები მონაწილეობდნენ. სასულიერო პირებმა მსვლელობის მონაწილეებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე მიაბრძანეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკასთან პარაკლისი აღევლინა. გულითა და სულით გილოცავთ ყოვლადწმინდა პატიოსანი სამოსვლის ვლაქერნობის დღესასწაულს ხარობს ჩვენი გული, რათა დედა ღვთისმშობელი მობრძანდება ტაძარში, სადაც მას მრავალი ადამიანი ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, სასულიერო პირები ადგილობრივი ეკლესიებიდან. რათა უპირველეს ყოვლისა მადლობა შეწიროთ დედა ღვთისმშობელს მისი მფარველობისათვის, მეუხებისათვის და დედა ღვთისმშობლის შევავედოთ მშვიდობა მთელს მსოფლიოში. ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის საფარველს დღეს დაგისვა და დაგიხაროთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად. განსაკუთრებული მადლობა მეუფე გერასიმეს, რომ მომცა ეს შესაძლებლობა. ორივე პატრიარქის დამსახურებაა მათი ლოცვა-კურთხევით ვიმყოფები აქ. რა თქმა უნდა, ორივე პატრიარქის თანხმობის გარეშე მე აქ ვერ ვიქნებოდი. მეუფე გერასიმეს უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც დაკავშირებულია კონსტანტინოპოლში მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან აქ აღმენიშნა. დიდი მადლობა. ლოცვითი მსვლელობის დასრულების შემდეგ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა. ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. თანამსახურებდნენ ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, სოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი იმვრისა და ტენედის მიტროპოლიტი კირილე, სიკისი და სხვა სასულიერო პირები. საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა იმვრისა და ტენედის მიტროპოლიტმა კირილემ. ჩვენო მაღალ ყოვლადოსამდელოსობა მეუფე კირილე, თქვენო აღმატებულებო, საქართველოს პრეზიდენტო ბატონო მიხეილ, თქვენო აღმატებულებო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონო შალვა, თქვენო აღმატებულებო, საქართველოს ვიცე-პრემიერო ბატონო ირაკლი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებო, პარლამენტის წარმომადგენლებო, ქრისტეს მიერ საყვარლო მამანო, ზმანო, თქვენო მაღალ ყოვლადოსამდელოს მეუფებო, სულიერო შვილებო, გილოცავთ ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსვლის ვლაქერნობის დიდებულ დღესასწაულს. პირველის ყოვლისა გვინდა გადმოგცეთ სულიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა ამ დიდებული დღესასწაულისა, რომელსაც ერი და ბერი ერთად აღნიშნავთ. გილოცავთ ყველას ჩვენო აუფალმა მეუფე იოსებ ქრისტემ ვიწყალობა 2000 წლეული, რასაც ჩვენ ქრისტეს ჯვრით ვატარებდეთ. ჩვენი ერის ქრისტეს მშობილობა უფალმა დაგვიდასტურა იმითაც, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთაში, საპატრიარქო ტაძარში მზადდება უფლით ჩვენისა იესო ქრისტეს კვართი, ხოლო სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში მზადდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსველი, რომელიც ღვთისმშობლის იხედულობას კიდევ ერთხელ გვემოწვევა და არა მხოლოდ ღვთისმშობლისის, არამედ დედა ღვთისმშობლის გამოცხადების, რამაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი გადაწყვიტა, არამედ ისიც, რომ ისი ყოვლადწმინდა დედის პატიოსანი სამოსველი დავანებული არის დასავლეთ საქართველოში ზუგდიდში. ეს არის ზეციური მოწოდება, ზეციური ჩვენი ერთობა, ერთსულოვნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთობისა. ვიდრე ღვთისმშობლის წმინდა სამოსველი ჩვენთან დაიდებდა სამკვიდრებელს, გავლო დიდი გზა იერუსალიმიდან საქართველომდე, ნაზარეთიდან ზუგდიდამდე. ყველგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის სხეულის საფარველი ამრავლებდა მადლს და მფარველობას, ადლიერებდა რწმენას და იმედს, კუნავდა სულსა და იცავდა სიწმინდეს. ღვთისმშობლის სამოსელს მორწმუნე ყოვლისა ღვთისმშობლისა მოწინებით ევედრებოდნენ და მე-17 საუკუნეში, როდესაც იმოგზაურა ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიოსმა, მან მოილოცა ეს სიწმინდე ხობის მონასტერში
და ნიშნად პატივისცემისა და დიდი მოწესრებისა ამ დიდი სიწმინდისა დაადო ამ საფარველზე თავისი შესამოსელი და შემდგომში შეიკერა სამდელდავრო სამოსელი, რომელთაც იგი მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა. დღემდე არ დამცხრალდა ძალა ამ დიდი სიწმინდის მიმართ, რამე თუ უფრო მეტად ზრდიდება და ცნობილი ხდება მსოფლიოში, რომ ზუგდიდში ბრძანდება ყოველ წმინდა ღვთისმშობლის ეს უხსნელი სამოსელი, რომელიც გახდა მართლაც ძალიან ბევრი ადამიანისათვის მომლოცველობის, მოლოცვის, სიწმინდის, თაყვანისცემის საშუალება. 2007 წელს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ეს დღესასწაული როგორც საერო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა ლაქერნობა, ისევე როგორც სვეტი ცხოველობა, ჩვენი უმთავრესი დღესასწაული იქ სადაც ჩვენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მართი ბრძანდება. ჩვენ გვინდა უდიდესი მადლობა გამოხატოთ ჩვენი პარლამენტის წინაშე ბატონი შალვა ბრძანდება და მაშინ ბატონი ირაკლი ბრძანდებოდა პარლამენტის წევრი, როდესაც ზუგდიდში ეს დღე გამოცხადდა დასვენების დღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიისა და ქვეყნის ურთიერთობა, სასულიერო და საერო ურთიერთობა, ერისა და ბერის ურთიერთობა ყოველთვის განუყრელი იყო ჩვენი ეკლესიისათვის, ჩვენი სამშობლოსათვის, რამე თუ ყოველთვის ჩვენი გადარჩენა ერისა და ბერის ყოველთვის სიმტკიცეს ნიშნავდა. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ წარმომადგენლებს ჩვენი ხელისუფლებისა, რომელიც დღეს აქ იმყოფებიან, ვის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ვის აღმატებულებას ბატონ შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვის აღმატებულებას საქართველოს ვიცე-პრემიერს ბატონ ირაკლი ჩიკოვანს, რომელიც ამ ქალაქის მკვიდრი არის და მას უფრო ყველაზე მეტად ეკუთვნის ამ დღესასწაულის აღნიშვნა და რა თქმა უნდა გვინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც სამწუხარო გუშინდელი ვითარების გამო საქართველოში ტრაგიკული მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა დღეს დაასწრება ამ დიდი დღესასწაულისა და თითოეული ჩვენთაგანი სახელით სამდელოების, სამრევლოს, თითოეული ჩვენთაგანი სახელით გვინდა მწუხარება გამოთქვათ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რაც გუშინ თბილისში განვითარდა და მწუხარება გამოთქვათ ჩვენი მოცულებულების გამო და ღმერთმა აწყოვნოს ნათელში დაამკვიდროს მათი სულები იქ, სადაც მართალნი განისვენება. ჩვენი დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ეს არის თვალნათლივი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გადარჩენა მხოლოდ ერისა და ბერის ერთიანობით შეგვიძლია. ეს არის მაგალითი, რომელსაც ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი დიდი წმინდანები ამ გზით მიდიოდნენ და მოგესალმებათ, რომ წელს აღნიშნება საეკლესიო, საებილიო თარიღები 1700 წელი წმინდა პირველი მსოფლიო ეკლესიის თარიღიდან და ყველაზე დიდი ჩვენთვის ქართველებისათვის 900 წლისთავი ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებელის უღრმესი მადლობა გვინდა გამოგიცხადოთ თქვენ თანამლოცველობისათვის. ამიტომ ერთობა ჩვენი ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი, ჩვენი ქვეყანა არის სიმტკიცის წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყანა არის ერთობის გამოხატველი იმისა, რომ ერმა და ბერმა უნდა ვაჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ როგორ გავიდეთ ამ ძალიან რთულ მდგომარეობაში, მსოფლიო მოვლენების ვითარებაში, როდესაც თითქმის მართლაც ყველგან ცხელი წერტილები არის და საქართველო ყოველთვის იყო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მადლობა დედა ღვთისმშობლისა, მადლობა დედა ღვთისმშობლის სამოსლისა და ხარობ და ვზეიმობთ, რომ დღეს თქვენი მობრძანება ეს არის დადასტურება იმისა, რომ ერი და ბერი ერთიანი არის. ერი და ბერი გავალთ მშვიდობით, კეთილდღეობით და მართლა ჩვენ ვიზეიმებთ, ვიხარებთ, დღესასწაულებთ და გავწყინებულ საქართველოში ვიცხოვრებთ იმისა, რომ ჩვენი ერთადგომა ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება, განმლოცველი იყო ჩვენთან ერთად და ჩვენი სამღვდელოებას ყოველთვის ჩათვალეთ, რომ თქვენს წინაშე არის ლოცველი და მმართველი იმისა, რომ თითოეულმა თქვენთაგანს ის ძიმე ჯვარი, რომელიც უფალმა თქვენ დაგაკისრათ, სულღად გეტარებინა. ნიშნად იმისა, რომ ჩვენი დიდი წინაპრები ზუსტად იყვნენ მაგალითი იმისა, როგორც ვახსენეთ ჩვენ დავით აღმაშენებელი, როგორც ვახსენეთ ჩვენ დიდმოწამე ქეთევანი და ასევე დიდი მოწამენი, რომელიც მაგალითის მიცემები არიან იმისა, რომ როგორი იყო თანახედრობა, როგორი იყო ერთსულოვნობა ერისა და მთავრობის. მინდა უღრმესი მადლობა მოვახსენო დელ მთავრებს, რომელიც ჩვენთან ერთად დღეს თანამსახურობდნენ და უპირველეს ყოვლისა მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს იმბროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს, რომელიც მართლაც ბრძანდება ჩვენი სულიერი ძმა,
წლების განმავლობაში მეუფე მიტროპოლიტი კირილე ბრძანდებოდა ქართული სათვისტომოს სულიერი მოძღვარი. მრავალი წლის განმავლობაში იგი იყო ჩვენი ემიგრანტების სულიერი მოძღვარი. იყო პიროვნება, რომელიც იყო ჩვენთვის ძალიან უგეშირის მიმცემელი და იმ ადამიანებისა, რომლებიც სამწუხაროდ სხვადასხვა ვითარების თუ მოვლენების გამო გადახვეწილებიერეს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. და ნიშნად პატივისცემისა და ნიშნად ჩვენი უდიდესი სიყვარულისა მეუფეს მიმართ მინდა გადავცეთ მას ქართული პანაღია. ნიშნად ჩვენი სიყვარულისა, მომძალებისა, მისი მადლიერებისა ქართველი ერის და ქართველი ხალხის სახელით. Axios! 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 დიდი მადლობა. მე მინდა უღრმესი მადლობა ასევე გადავუხადო ჩვენს მღვდელთავრებს. მის მაღალ ყოლად უსამართლოესობას სერაფიმეს. მის მაღალ ყოლად უსამართლოესობას გორისა და ატენის მიტროპოლის ანდრიას. მის ყოლად უსამართლოეს ალგელ ეპისკოპოს გრიგოლს. და შემთხვევითი არ არის რომ ეს მღვდელთავრები იმყოფებიან ჩვენთან. სამივე არიან აფხაზეთიდან. სამივე არიან იმ კუთხიდან, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად დავებუნებთ. და ღვთისწყალობით ჩვენი პატრიარქის მოსაკურთხებით გამთლიანდება და გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა. ეს უამრავი მოულოცელი ბრძანდება ჩვენს ამ დიდებულ დღესასწაულზე. ესენი არიან ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები რუმინეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და მოულოცელები სხვადასხვა ქვეყნის ქვეყნებიდან, რამე თუ ყველასთვის ღვთისმშობელი ეს არის განსაკუთრებული წმინდანი. განსაკუთრებული სიწმინდე. დედა ღვთისმშობლის არის მფარველი და დედა ღვთისმშობლის არის მეოხი ღვთის წინაშე. მაგრამ ყველა ამ მოულოცელთა შორის მე მინდა გამოვყო ჩვენი სულიერი ძმები და დები, რომლებიც აფხაზეთიდან ბრძანდებიან. ამ დღეს 15 ივლისს ყოველთვის აფხაზეთიდან ჩამოდიან ძალიან დიდი სტუმრიანობა, რომ დედა ღვთისმშობლის წინაშე ერთად ქართველებმა, აფხაზებმა შევადრო ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, შევადრო ჩვენი ქვეყნის ერთსულოვნება. თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, მეუფე გერასიმე, მე ბედნიერი ვარ და განსაკუთრებული წყალობაა, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ დიდებულ დღესასწაულზე, რომელსაც აღნიშნავთ ამ ულამაზეს კუთხეში. მოგეხსენებათ, მე მოვდივარ კონსტანტინოპოლიდან და კონსტანტინოპოლი გახლავთ ის ქალაქი, სადაც ვლაქერნის სახელწოდებით ცნობილი ტაძარია, რომელშიც იდღესასწაულება ღვთისმშობლის სარტყლის დღესასწაული. სწორედ აი ამ დიდებული ქალაქიდან გახლავართ და წარმოვადგენ ამ ქალაქს. აგრეთვე ვარ უზომოდ ბედნიერი და ვიტყოდი იღბლიანი ადამიანი, რადგან წარმოვადგენ მსოფლიოს საპატრიარქოს და მისი ყოვლად უწმინდესობის ბართლომეოსის წარმომადგენელი გახლავართ დღევანდელ დღეს, აღნიშნულ დღესასწაულში. მინდა გადმოგცეთ მისი ყოვლად უწმინდესობის მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევა.